ამასაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ ადამიანებს მიცე мотивация, რომ სამი შვილის დედასაც შეგვიძლია. ვინამაც იმიცადინა და ისწავლა, ჩემი აზრით ყველა ჩააბარებს წარმატებით ამ ყველაფერს. ძალიან უნერვიულობ, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ მთელი წლის ნაშრომი დამიფასდეს. ვფიქრობ, რომ ყველაფერს შეიძლება ჩავაბარებ, შევძლებთ, არ არის რთული. ველოდები ძალიან დიდი განცდა მაქვს, სურვილი მაქვს რომ ჩაირიცხო. საქართველოსთვის ყოფილიყოს ყველა ისეთი პროფესიონალი, რომელიც ამ წუთას საქართველოს ყველა დარგს ჭირდება. ჩემთვის ცოტა უცხო გარემო იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ ვაბარებდი გამოცდებს 53 წლის ასაკში ცოტა გამიჭირდა რაღაცებთან ადაპტირება, თუმცა ძალიან კარგი გარემო დამხვდა, ძალიან გვეხმარებოდნენ თავდაპირველად რომ შევედით ადაპტირებაში დამკვირვებლები, თემები იყო ძალიან მარტივი და ყველა ფერი ძალიან გასაგები იყო. იყო ჯახოს ხიზნები და არაპროგრამულში იყო მურმანლებანიძის ვაი, რომელიც მე დავწერე, ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოცდილება მივიღე წელს. ჩემი ქალიშვილიც აბარებს და მასაც წარმატებებს უსურვებ. ვფიქრობ, ალბათ მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ მინდოდა ფსიქოლოგიის სწავლა სულ და ეხლა მომეცა შანსი, იმიტომ რომ ფაქტიურად ამ პროფესიაში ძალიან დიდი ხანია ვარ და მინდა რომ უფრო მეტი რამ გავაკეთო, ბავშვთა ფსიქოლოგიისკენ ვიხრები და ამასაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ ადამიანებს მიცე мотивация, რომ სამი შვილის დედასაც შეგვიძლია ამასაკში რაღაცების კეთება. სირთულე სიმართლედ გითხრა, ჩემს არ წარმოადგენდა, მე შემხვდა ჯაყოს ხიზნები და ეს პროგრამული რაც იყო პირდაპირ მაგას დავწერე, თემას რაც შეეხება უფრო განხილული იყო, საკუთარი თავის მნიშვნელობა იყო განხილული, ასე ვთქვათ და სწორედ ანუ ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მარტივი იყო, ასე ვთქვათ. არ მგონია ესეთი რთული იყოს გამოცდა ან ტესტი, რომ მოგვიწევს იმაზე ფიქრი, რომ ვერ შევძლებთ. ვფიქრობ, ყველაზე მარტივი იქნება ჩვენ ცხოვრებაში ეს ყველაფერი და უნდა გავაკეთოთ თავის შრომებით, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და არ უნდა დავჯერდეთ მხოლოდ ეროვნულ გამოცდას. ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი სირთულის, რომ ვერ შეძლოს ანუ ბავშვმა ჩაბარება, იმიტომ რომ ანუ ჩვენს შესაძლებლობებზე არის გათვლილი და ვფიქრობ, რომ ანუ ყველა რომ ვინც ემზადებოდა ამ წელს კარგად, ყველა ჩააბარებს. როგორც მშობელი, რა თქმა უნდა, ემოციებთანაა დაკავშირებული. ძალიან განვიცდით, მაგრამ ის ერთი წელი, რაც დატვირთვა ჰქონდათ ბავშვებს, აბიტურიენტებს, ის დაუღალავი შრომა, რაც ღამეები აქვთ ნათენები, იმის საფუძველზე ვფიქრობ, რომ გამართლებული იქნება ყველა დარგში მათი გამოცდების ნამუშევარი. ველოდები ძალიან დიდი განცდა მაქვს, სურვილი მაქვს რომ ჩაირიცხოს და გახდეს აბიტურიენტი. პირველ კურსელი რა თქმა უნდა. არა, როგორ წავალ ვერ დავტოვებს. უნდა დაველოდო. შემოადგივრობ ძალიან დიდად.